ჩვენი ლექციის მესამე ბოლო ნაწილში ვისაუბრებთ ინტერესთა ჯგუფებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ძალიან მარტივი გრაფიკის მიხედვით სოციალური ინსტიტუტები ჯგუფდება ერთი მხრივ ოჯახია, მეორე დიაგონალზე არის სახელმწიფო, არსებობს კერძო სექტორი და არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. ყველა იმ ტიპის საქმიანობა, ყველა იმ ტიპის ქმედებების ერთობლიობა, რომელიც არ ჯდება რომელიღაცა კერძო ოჯახის ან ნათესაური ჯგუფის ან სახელმწიფოს ან კერძო სექტორის სფეროში და ინტერესთა, ასე ვთქვათ, შემოსაზღვრულ ერთობაში, ყველა ეს საკითხი შეიძლება მოქცეულიყო სამოქალაქო საზოგადოების სახელის ქვეშ. სამოქალაქო საზოგადოება სხვადასხვა არ არის აუცილებელი მოიცავდეს მხოლოდ იმ ღირებულებებს და იმ ტიპის გაერთიანებას, რომელიც ხელშემწყობი არის დემოკრატიისათვის. რადგან შეიძლება არსებობდეს ისეთი, ასე ვთქვათ, არალიბერალური, ანტილიბერალური გაერთიანებები, რომლებიც სახელმწიფოსგან, ან კერძო სექტორისგან, ან ორივესგან ითხოვდეს იმ ლიბერალური ღირებულებების გადახედვას, რომელიც ახლა წამყვანია თქვა თანამედროვე საზოგადოებებში. მაგალითად შეიძლება იყოს ექსტრემისტული რელიგიური დაჯგუფება, რომელიც პირიქით ამბობდეს, რომ ლიბერალური ღირებულებები უარსაყოფი, ასევე შეიძლება არსებობდეს ეთნიკური რამე გაერთიანება, რომელიც ამბობდეს, რომ უცხოელების წინააღმდეგ ესე თუ ის ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფო. ასეა თუ ისეა, ზოგადად მიჩნეულია, რომ ინტერესთა ჯგუფების და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, მაღალი ხარისხი აქტიურობისა პირდაპირ კავშირში არის დემოკრატიასთან, იმდენად რამდენადაც ის არის გარკვეულწილად მიჩნეული საპირწნოდით სახელმწიფოსთან მიმართებაში. ანუ რაც უფრო მეტია მსგავსი საზოგადოება, რაც უფრო თვითორგანიზებული და ნებაყოფლობით და პოლიტიკისგან ავტონომიური არის ეს სფერო, მით უფრო დიდია შანსი, რომ ესეთი რომ დემოკრატია არსებობდეს. თუმცა ხაზგასმელია ის მომენტი, რომ როგორც წეგან თქვით, არა ყოველთვის ჭყალებში სწორი ღირებულების მატარებელი შეიძლება იყოს ესე თუ ის სამოქალაქო ინიციატივა თუ გაერთიანება. ტოკვილი ამერიკის ერთ-ერთი კარგი სპეციალისტი, ფრანგი წარმოშობით, ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის პლუსი სწორედ აი ამაში მდგომარეობდა, რომ იქ საკმაოდ დიდი იყო მოქალაქეების ერთი მხრივ ინდივიდუალიზმი, მაგრამ ამავე დროს ასოციაციების კულტურა, გაერთიანებების კულტურა. მინიმუმ შეიძლება თქვას, რა განსხვავება პოლიტიკურ პარტიებსა და ინტერესთა ჯგუფებს შორის, როგორც ასე ვთქვათ, მობილიზაციის, როგორც მონაწილეობის არხებს შორის, მართლაც ერთი მხრივ აი თუ შევხედავთ ინტერესთა ჯგუფის ფუნქციებში შედის ინტერესთა არტიკულაცია, აგრეგაცია, ინფორმირება საზოგადოებისა საკუთარი პროგრამების, საკუთარი პრიორიტეტების შესახებ, სოციალიზაცია, მობილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია და პოლიტიკის ფორმირებაზე გავლენაც, მაგრამ სწორედ აი აქ არის განსხვავება. თუ ინტერესთა ჯგუფებისთვის პოლიტიკოს ფორმირებაზე გავლენა გადამწყვეტი პოლიტიკური პარტიებისთვის ამ პოლიტიკის ფორმირებაზე, უშუალო ფორმირება არის მთავარი ამოცანა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტერესთა ჯგუფი გარკვეულწილად ცდილობს გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პარტიაზე, პოლიტიკოსებზე, ის არ ცდილობს თვითონ აღზრდოს და თვითონ გამოუშვას პოლიტიკოსები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კავშირი პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსებსა და ინტერესთა ჯგუფებსა სამოქალაქო საზოგადოებას შორის შეიძლება იყოს მყისიერი, ანუ დაკავშირებული კონკრეტულ საკითხთან და ის კავშირი შეიძლება დაირღვას თუ ასე ვთქვათ, მათი ინტერესები, მათი ხედვები განსხვავებული გახდება. რა თქმა უნდა, თანამედროვე დემოკრატიებში არსებობს ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასოცირდება ამა თუ იმ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, ამ თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ ძირითადში სწორედ აი ეს განმასხვავებელი ნიშანი გონებს იმაში, რომ ინტერესთა ჯგუფები, არასამთავრობო სექტორი ძირითადად არ ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას. თავისთავად ინტერესთა ჯგუფები შეიძლება სხვადასხვა ტიპის იყოს, ის შეიძლება იყოს ძალიან ფორმალიზებული, ჰქონდეს თავისი შტაბი-ბინა, ბიუჯეტი, ფილიალები და საწევროები და ასე შემდეგ, ან შეიძლება იყოს საკმაოდ არაფორმალური. შეიძლება სხვათა შორის არსებობდეს სახელმწიფოს მანქანის შიგნითაც გარკვეული ბიუროკრატიული ინტერესთა ჯგუფები, რომელიც უფრო როგორც წესი არაფორმალურია, რომ გაერთიანებები არსებობს. შეიძლება იყოს სპონტანური, მაგალითისთვის თუ რუსეთს გადავავლებთ თვალს 2011 წელს იქ ნახავთ, რომ უამრავი სპონტანური გაერთიანება მოხდა არჩევნების საპროტესტო ტალღის ფონზე. ინტერესთა ჯგუფები შეიძლება იყოს ფუნქციონალური, გარკვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების მქონე ინდივიდების გაერთიანება, მაგალითად ეს შეიძლება იყოს პენსიონერთა კავშირი,
ამერიკის შეერთებული შტატებში ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანება, მაგალითად იარაღის მქონეთა კავშირი და ასევე შეიძლება უნივერსალური იყოს, შეიძლება აერთიანებდეს სხვადასხვა ასე ვთქვათ წარმომავლობის თუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და უბრალოდ მათ აკავშირებდეთ გარკვეულ საკითხებზე, საერთოდ ტკივილი როგორც ვთქვათ, გარემოს დაცვა თუ ადამიანის უფლებები. საერთოდ შორის როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციები მაინც უფრო სპეციფიკურ ეს რაც შეეხება წევრობის სტრუქტურას, მაგრამ რაც შეეხება მათი საქმიანობის სფეროს, მაინც როგორც წესი უფრო სპეციფიკურნი არიან, მაინც როგორც წესი გარკვეულ სფეროს მისდევენ და ნაკლებად არიან ყველაფერს, ასე ვთქვათ, ნაკლებად არიან უნივერსალურები. მაგალითისთვის არის უფლებადაცვითი ორგანიზაციები, არის გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, თუმცა არსებობს τέτοιი ორგანიზაციები, როგორც მაგალითად კვლევითი ორგანიზაციები, think tank-ები, რომლებიც შეიძლება რამდენიმე საკითხზე პარალელურად მუშაობდნენ. სხვადასხვა საინტერესოა ეს მომენტიც თუ საქმიანობის ფორმა, ანუ საქმიანობის ჩვენ ვილაპარაკეთ წევრობა, წევრობის სტრუქტურასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ საქმიანობის სფეროებზე, რაც შეეხება საქმიანობის ფორმასთან მიმართებაში, არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც უფრო მკაცრ გზას ადგანან, თქვათ პოლიტიკური გავლენისა, როგორც ლობიზმი, ადვოკატირება, მხარდაჭერა, აქტიური პოლიტიკური მონაწილეობა, აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა, პეტიციების მომზადება, საარჩევნო პროცესებში ჩართვა, აგიტაცია, პროპაგანდა და ასე შემდეგ და მეორე მხრივ ეს არის უფრო ირიბი თუ რბილი გავლენის მქონე ორგანიზაციები, რომლებიც თქვათ სამეცნიერო კვლევით საქმიანობას ეწევიან, საკონსულტაციო თუ საგამომთლებლო აქციებს მართავენ უფრო ასე ვთქვათ შემეცნებით აქციებს და ნაკლებად ასე ვთქვათ ადვოკატირებაზე მიმართულ აქციებს. თავისთავად ეს ორი მიზანი ერთმანეთთან თანხვედრაში და შეიძლება ორივე ფორმას გამოიყენებდეს ესეთა ის ორგანიზაცია. ანუ მაგალითად ერთ ორგანიზაციამ შეიძლება სამეცნიერო კვლევითი საქმიანობას მიმართოს, ჩაატაროს გარკვეული კვლევა, მაგრამ ამ კვლევაზე დაყრდნობით შემდეგ ძალიან აქტიურად მიმართოს მაგალითად ადვოკატირების პოლიტიკას. ინტერესთა ჯგუფები, ეს პრობლემები არსებობს ცხადია და პრობლემები არის დაკავშირებული არა მარტო თეორიულ ნაწილთან, არამედ რეალურ პრაქტიკასთანაც. კითხვის ნიშანი, რომელიც ალბათ ყველას უჩნდება, ეს არის რამდენად მართვადი და თავისუფალია ინტერესთა ჯგუფები, რამდენად მიუკერძოებელნი არიან, მაგალითად, როდესაც ისინი ატარებენ ამ კვლევას ან მიიღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად მიუკერძოებლები არიან ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში, თავიანთ პოზიციის წარმოდგენაში, ანუ ინტერესთა ჯგუფი ხო სწორედ იმას ნიშნავს, ეს რაღაცა ინტერესების, ანუ ეს ინტერესები არ არის, ასე ვთქვათ, გენერალური, არ არის საყოველთაოს, მაინც რაღაცა ჯგუფის, რაღაცა შემოსაზღვრული რაოდენობის ადამიანთა ინტერესებს წარმოადგენს. და დემოკრატიული კონტროლის პრობლემა თუ ჩვენ თუ კარგად ეს დემოკრატიული კონტროლის პრობლემა პარლამენტებთან და პოლიტიკურ სისტემასთან, პოლიტიკურ გავლენთან მიმართებაში გვაქვს, რამდენად ვრცელდება იგივე კონტროლი გავლენიან ინტერესთა ჯგუფებზე. მაგალითისთვის, თუ ავიღებთ განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ ძალიან ნათლად ჩანს, რომ ხშირად კონგრესის გადაწყვეტილებებზე ესა თუ ის ძლიერი ლობი, რომელიც ასევე სხვათა შორის ეს მართვადობა არ არის, მაინც და მაინც პოლიტიკისა და არასამთავრობო, ანუ ინტერესთა ჯგუფების სექტორის ურთიერთმიმართება, შეიძლება იყოს ბიზნესისა და არასამთავრობოების ურთიერთმიმართება. რამდენად თავისუფალია მაგალითად იგივე საკითხებში კონგრესმენები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას და რომლებიც გავლენას ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის კვლევითი მასალები თუ სააგიტაციო ბროშურები და პირდაპირ კომუნიკაცია, რომელსაც ისინი სწორედ ესეთი ტიპის ინტერესთა ჯგუფებისგან იღებენ. რამდენად უზრუნველყოფილია ბალანსი ერთი მხრივ კარგად არტიკულირებული, კარგი ასოციაციური ტიპის მქონე ინტერესთა ჯგუფებსა და მეორე მხრივ ისეთ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც წარმომადგენლობა არ აქვს და ამის ფინანსური ფუფუნება არ აქვს. და მეორე მხრივ, შიდა სტრუქტურა და ბიუროკრატია, რამდენად მაგალითად ავიღოთ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რამდენად უზრუნველყოფილია თანასწორობა წევრებსა და მართულ ბიუროკრატიას შორის, რამდენად აქვს საშუალება წევრებს, ამა თუ მათ შორის განსაკუთრებით დიდი არასამთავრობო ორგანიზაციებისა გავლენა მოახდინონ იმ საკითხების წრეთა იმ განსაზღვრაზე, რომელზედაც ესა თუ ის ორგანიზაცია მუშაობს. ეს ხომ როგორც წესი, ასე ვთქვათ, მართველი ბიუროკრატიის ხელშია.
ამ საკითხების განსაზღვრა. რაც შეეხება ავტორიტარულ ქვეყნებში, ან პოსტავტორიტარულ ან განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებული პრობლემა დგას ასევე იმ კუთხით, რომ ასოციაციები და მსგავსი გაერთიანებები როგორც წესი არის პოლიტიკის გაგრძელება, არის როგორც წესი დამატებითი მექანიზმი პოლიტიკური კონტროლისა. მაგალითად, მწერალთა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი, მხატვართა კავშირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო საბჭოთა პერიოდში ისეთი გაერთიანებები, რომლის მთავარ ფუნქციას წარმოადგენდა სწორედ აი ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების ერთად თავმოყრა და მათზე გარკვეული კონტროლის განხორციელება. არ მხოლოდ მათზე, არამედ ზოგადად საზოგადოებასაც. და რა თქმა უნდა მათი ტრანსფორმირება დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ასევე პრობლემა არის განსაზღვროთ დავადგინოთ რომელი ჯგუფები, რომელი გაერთიანებები არის თანხმობაში, არის თანხმდროში ამ ლიბერალურ პოლიტიკურ სისტემასთან და რომლები პირიქით წარმოადგენს მის მოდით ესე ვთქვათ, მისთვის გამოწვევას. და რა თქმა უნდა საქართველოს გამონაკლისი არ აქვს ამ კუთხით, საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. პირველი როგორც ვთქვით, ეს არის მიმართება პოლიტიკასთან, ალბათ დღესდღეობით შეიძლება უკვე შემოვიდანოთ მიმართება ბიზნესთანაც, ანუ საიდან მოდის დაფინანსება, რა ინტერესებს ემსახურება დამფინანსებელი, რა ინტერესებს აყენებს ის თავისი დღის წესრიგში. საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ასევე არის დამოკიდებულება უცხოურ გრანტებზე. თავისთავად ეს ცუდი არაფერი არა და ნამდვილად არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ წამყვანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა იქნება ეს EU თუ ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოები არ უნდა დააფინანსოს ორგანიზაციები, უბრალოდ როდესაც არ არსებობს ქვეყნის შიგნით დაფინანსების წყაროები, ხშირად მსგავსი ასოციაციური ტიპის ორგანიზაციები მუშაობენ არ არიან დაინტერესებული მარტივად რომ თქვათ, მაინც და მაინც ბოლომდე განხორციელდეს, იმპლემენტირდეს ის კვლევის შედეგები იქნება თუ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, ისინი უფრო დაინტერესებული არიან კარგი ანგარიში ჩააბარონ თავის დამფინანსებლებს და ამ კარგი ჭყალებში ანგარიში ჩაბარებისთვის ხანდახან შეიძლება გარკვეულწილად საკუთარ იდეებსაც კი დაუპირისპირდნენ. რაც ყველაზე პრობლემურია კიდე საქართველოში, ეს არის ელიტურობის საკითხი, კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი არის უხეშად რომ თქვათ ძველი სახეები, ძალიან ჭირს ახალი აქტივისტების გაჩენა და ძალიან მცირე ნაწილი საზოგადოებისა მონაწილეობს ამ გაერთიანებებში. და ზოგადად პრობლემაა ისეთი ტიპის ასოციაციური გაერთიანებების ჩამოყალიბება, რომელიც არ იქნება მიმული დაფინანსებაზე, მაგრამ მიმული პირველ რიგში იქნება გარკვეული ინტერესების, გარკვეული საერთო ბიზნესის განხორციელებაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აი ასოციაციურობის ის ელემენტი, რომელსაც ტოკვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს უწონებდა სამწუხაროდ საქართველოში ჯერჯერობით სახეზე არ აქვს. პრინციპი შეგვიძლია შევაჯამოთ პოლიტიკური მონაწილეობა როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი პოლიტიკის მეცნიერების და პოლიტიკური სისტემის წარმატებული ფუნქციონირებისათვის. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ პირდაპირ დემოკრატიაზე, უბრალოდ ვისაუბრეთ პოლიტიკური მონაწილეობის ფორმებზე, შევხედეთ პირდაპირ დემოკრატიას, არაპირდაპირ დემოკრატიას, უფრო მეტი დრო დაუთმეთ საარჩევნო სისტემებს და შემდეგ ვისაუბრეთ პოლიტიკურ პარტიებზე, ასევე ინტერესთა ჯგუფებზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია პოლიტიკური მონაწილეობის არხების უზრუნველსაყოფად. ამით ჩვენი ლექცია დასრულდა.